რა როლი აქვს ჩვენ ცხოვრებაში მუდმივ სწავლაზე, რატო გჭირდება რომ მუდმივად ვისწავლოთ? უკვე ვახსენეთ, რომ ცოდნა არის პირველი ჭურჭელი, რომლის შევსებაც კრიტიკული მნიშვნელობის არის წარმატების მისაღწევად. თუმცა სტივენი ამბობს და არა მხოლოდ სტივენი, ამას ამბობს ძალიან ბევრი მოაზროვნე, ცოდნის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, თუ ალტერნატივო გზა არა, ეს არის ცოდნის გაზიარება და სხვა ადამიანებისთვის გადაცემა. ხო, თუ რაიმეზე ინფორმაციის მიღება გვინდა, შეგვიძლია წავიკითხოთ ამის შესახებ, თუ რაიმეს გაგება გვინდა, შეგვიძლია ამაზე ვწეროთ, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საგნის სიღრმეში წვდომა გქონდეს, მაშინ აუცილებელია რომ შევძლოთ ცოდნის გაზიარება. სტივენი განიხილავს თავის მაგალითს, როგორ უჭირდა თავიდან საჯარო საუბარი, ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შიში და როგორ გადალახა ეს შიში. ანგარიშვალდებულების განცდა გაუჩინა საკუთარ თავს. ყოველ დღე გადაწყვიტა რომ შეექმნა კონტენტი, რომელსაც სოციალური მედიით გააზიარებდა. და შესაბამისად თუ ამას არ გააკეთებდა ყოველდღიურად უკვე რაღაც დასაკარგი ქონდა. აუდიტორია იყო ის, ვინც ამას აფასებდა. აუდიტორია შექმნა, კი ბატონო, რეპუტაცია ქონდა დასაკარგი და მათი ყურადღება. ნუ იგივეა შენი პოდკასტის შემთხვევაშიც, ხო? შენ უკვე შექმენი შენი აუდიტორია, რომელიც რაღაც პერიოდულობით არ ხარ შორს. რაღაც პერიოდულობით ელოდება ხოლმე ახალ კონტენტს შენგან. და შენს შესაბამისად ანგარიშვალდებულობის განცდა გაქვს მათ მიმართ. ანალოგიურად არის ჩემს შემთხვევაშიც, ყოველთვიურად ჩემი მკითხველები ელოდებიან ახალ გამოცემებს ლურჯი ოკეანისგან. და თუ მე ამ გამოცემას მათ არ შევთავაზებ და თუ ეს გამოცემა არ იქნება შესაბამისი ხარისხის, თუ შენ არ ჩაწერ ახალ პოდკასტს და ამ პოდკასტს არ გაუზიარებ შენს გამომწერებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ორივეს გვაქვს რაღაც ძალიან მძიმე დასაკარგი, ეს არის ჩვენი რეპუტაცია და ეს არის მათი ყურადღება.